Ჩვენს ქვეყნებში არავის შეუძლია ქუჩებში ნიღბებით შეერნობა, ისევე როგორც არავის შეუძლია ავტომობილის მართვა სანომრე ნიშნის გარეშე. არავის შეუძლია ამანათების გაგზავნა პირადობის მოწმობის ჩვენების გარეშე, ისევე როგორც არავის შეუძლია სანადირო იარაღის შეძენა საკუთარი ვინაობის გამხელის გარეშე. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ ადამიანებს ვაძლევთ შესაძლებლობას თავისუფლად იხეტიალონ სოციალურ ქსელებში, ისე რომ მათი პროფილები რეალურ იდენტობასთან არ იყოს დაკავშირებული. ეს გზას უხსნის მის ინფორმაციას, სიძულვილის ენის გამოყენებას და კიბერშევიწროებას. რადგან ამგვარად ხდება ბოტების გამოყენება და ადამიანებს საშუალება ეძლევათ არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღონ თავიანთ ქმედებებზე. ასეთი ანომალიური მდგომარეობა ვერ გაგრძელდება. დემოკრატიულ სისტემებში მოქალაქეებს კონფიდენციალურობის უფლება აქვთ და არა ანონიმურობის ან დაუსჯელობის. ამ ორი უკანასკნელის არსებობის შემთხვევაში საზოგადოებრივი თანაარსებობა შეუძლებელი გახდებოდა. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ წინ უნდა წამოვწიოთ ფსევდონიმურობის პრინციპი, როგორც სოციალური ქსელების ფუნქციური ელემენტი და ვაიძულოთ ყველა სოციალური ქსელის პლატფორმას მომხმარებლების ანგარიშები დააკავშირონ ევროპის ციფრული იდენტობის საფულესთან. ამ გზით მოქალაქეები შეძლებენ მეტსახელების გამოყენებას, თუ ასე მოისურვებენ. თუმცა კრიმინალის ჩადენის შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს შეეძლებათ მათი ნამდვილი ვინაობის დადგენა და პასუხისგებაში მიცემა. ანგარიშვალდებულება სიტყვის თავისუფლებისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს. პირიქით, ის მისი ფუნდამენტური ნაწილია. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.